დაგვიბარა ჩხიკვიშვილმა სამინისტროში, მინისტრად გადავიდა. ცხონებული შესაბამისი პიროვნება. და რამე მოიფიქრეთო ახლა თქვენ სიახლეო რაღაცაოთ და მე ბიჭო ამერიკაში იყო ნამყოფი და მოდიო შევთავაზოთ სამ საფეხურიანი განათლებაოდა. მაშინ ეს იყო რომელი წლები იცით 70-იანის ბოლო 80-იანის დასაწყისი როცა მინისტრად დაინიშნა ხო ხო და მე მაინც ფიზიკის ფაკულტეტა ითავა და 92 წელს პირველებმა გადავედით ჩვენ ესე იგი სამ საფეხურებს და სხვა ესე იგი რეფორმას ჩვენ ვახორციელებდით თვითონ მოგბაძეს და რა ბოლონის პროცესი ნიშნავს ფაქტიურად რას იცით რომ პროგრამები იყოს თავსებადი რომ აქედან შეძლოს წასვლა აქ მაგალითად ბაკალავრიატს დამთავრებ მაგისტრატურას აქ გავაგრძელებ ასპირანტურას სხვა ქალაქში აი უნდა იყოს თავსებადი პროგრამები და ჩვენი პროგრამები იყო პროცენტულად რა ვიყოთ 10-15%-ით მეტი საგნებითა და იმითი ჭარბობდა უცხოელს როცა კითხეს ერთ-ერთ ასპირანტს ამერიკაში როგორ ახლა ისა ჩვენო ისინი გვეწევიანო საგნებითო ჩვენ ცნავართ ასული საგნების რიცხვით და გასაგებია ხო საათი გასაგებია და დღეს რა ხდება იცით ბაკალავრს რომელსაც სკოლაში სწავლების უფლებაც არ აქვს რომ ასწავლოს სკოლაში კრედიტების რიცხვი ვერ დათვალეს თურმე და ვერ აკრებენ დიპლომს ერთი სემესტრი უნდა მოუმატონ რაღაცა რომ კრედიტებით შეავსონ რომ ეს თავსებადი იყოს სხვა უმაღლეს სასწავლებელთან ხო და ვერ ვიცი დიპლომს ვანაირად კაცო კრედიტების რიცხვი უნდა იყოს 240 თუ რაღაცა ჩანდება ხო და არ ეცემა თურმე ეს არის რეფორმირებულ უნივერსიტეტში დიპლომს ვერ სცემენ აი ბაზონ თენგის ამ რეფორმირებულ უნივერსიტეტში ახლა მაინც ეს ძირითადად თქვენი სფეროს მონაცემები იყო წარმოდგენილი და ძალიან სამწუხაროა რომ ციგნიერების დონე საზოგადოდ არის უკვე იმდენად დაეცა რომ უკვე უკან გზა აღარ არის დასახევი არ არის ისეთ შედეგებს გვაძლევს ჩვენი სკოლა დამთავრებულების და შემდეგ აი სტუდენტებს ჩვენ ვუყურებთ არა როგორებიც არიან იმდენად დაეცა ციგნიერების დონე კიდევ ვიმეორებ ეს ციგნიერების დონე არის რაღაც საერთო მომზადება ეს არ არის მხოლოდ უნარჩვევები არა რაღაც ტესტები გააკეთოს რომელიც მიხედრილობის დონეზეა და აი იგივე რეფორმატორები სხვათა შორის ჩემთანაც გქონია და ალბათ თქვენთანაც გქონიათ საუბარი ჩვენ ველოდებოდით რომ ეს რეფორმა მოგცემდა დონის ამაღლებას მართლა გულუბრყვილად ალბათ ვიღაცამ დაიჯერა ესა და რა ხდება რატომ მოხდა ის რომ დაეცა საყოველთაოდ დაეცა განათლებას რეფორმა უნდა ჩაატაროს პროფესორებმა ბატონო და არა ვიღაცაებმა რომლებიც რაღაცა იდეები აქვს არა ლომაია ბოკერია რომელთაც განათლებასთან არასოდეს არაფერი კავშირი არ მქონია სხვათა შორის აი შემორჩენილი მეცნიერები ახლა არჩევნები იყო აკადემიაში და ავტანილი გაიმარჯვა ხახტა აი ეს არის საინტერესო ეს ქრონოლოგიურად გასაგები რა მივიღეთ ბატონო თენგის 2005-ში კინწისკური თერეკება პოლიცია ავთადილარაბულ გარეს ერთი წლის შემდეგ იგი დებს უნიკალურ წიგნს რომელიც არის განმარტებითი ლექსიკონი და ამას აჯილდოებს პატრიარქი ბატონო თენგიზ არ დაგავიწყდეთ თქვენ შემოგევლეთ და იძულებულია სამინისტრო განათლების სამინისტრო აღიაროს ეს და კიდევ ერთ წელიწადში კიდევ აი ეს არის მთისკაცის პროფესორის დიდი გამარჯვება ახლა ეს ინტელექტუალური საუბარი აი ახლა მე არჩევნების დროს ვიყავი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე და ეს საქმეა საკუთრივ საქმეა ვის აძლევ რეკომენდაციას ხო 12 მათემატიკოსი იყო და 12 ფიზიკოსი. იყო ერთი ადგილი მათემატიკაში და ერთი ადგილი ფიზიკაში. ნუ მათემატიკაში შესანიშნავი კი, საშა ავირჩიეთ, კი, ხარაზიშვილი ალექსანდრე, მაგრამ ვიძახი რომ იყო 4 ადგილი ყოფილიყო და 5 აირჩევდი ისე რომ ნებისმიერი ქვეყნის აკადემიას დაამშვენებდა. ისეთი არაჩვეულებრივი
ასევე ფიზიკაში ბატონო. აი კვინიხიძე ავირჩიეთ, ხომ? ბერეჟიანი ვაჟა. ნიორაძე მიხეილი. რომელმაც ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა იმაში, რა ქვია, 9 აიღო. მაგრამ გავიდა კვინიხიძე საბოლოოდ. ჩქარეული, ბატონო ჩემო. ჭილაია გურამი. შენგელაი ალექსანდრე. ყველა თითო საათიანი მოხსენებები მოვისმინეთ და არაჩვეულებრივი კონტინენტი იყო და აი შემორჩენილი კიდე ყავს ჩვენ ესე იგი მეცნიერები ჯერ კიდე ახალგაზრდები უნდა გავზარდოთ ახალგაზრდები შეაჩერა მეცნიერების წინსვლა ჩვენ ახლა ლაპარაკობთ 10 და 20 წლის შემდეგ თუ არა ბატონო ეს მორჩა არა ახალგაზრდა თუ არა გვექნება ბატონო გვექნება წვედა რომელი აუცილებლად ვარქში დღეს აღარ მოდის სპეციალისტი ახალგაზრდა სპეციალისტი ვერ მოდის აი ეს არის ამათი რეფორმა და რატომ ხდება ჯერ ერთი გაუქმდა ასპირანტურა გაუქმდა მაძიებლობა ეს არის სწორედ ამ კანონის გამო და ამ უნივერსიტეტის გამო ამ საუნივერსიტეტო რეფორმის გამო და რაც მთავარია ბატონო თენგის აი ამ რეფორმის შედეგად დაიკარგა мотивация რატომ უნდა გახდეს მეცნიერი კაცი ამაში ეს ყველაზე ცუდი ეს არის თვალშორის თქვათ რომ მოიდომა ახლა უნივერსიტეტს ბხისიერად აღადგენ მაგრამ კუდრო შემოუდგათ აღაცებოა მეცნიერებაში აუდა მეცნიერებაში კაცო თავის თავს ვერ იჩენს თვალშურს კი არა ახალგაზრდა იმაზე ფიქრობს რომ მე და კვალიფიკაცია აღარ არსებობს ხარისხს ვერ რაც მინდა თუნდა ეგერ უყურებს ათასობით ხალხი ჩარეცხეს ამდენი ათეული წლებით უსწავლია და მინისტრი და პრეზიდენტი აი იმ აკადემიკოსებს და პროფესორებს რა ეპითეტებით ამკობენ ახლა და მეორე მხარეა აი ეს რა ხელფასს იღებს ის პროფესორი და ის აკადემიკოსი და ის მეცნიერ მუშაკი საოცარ ფაქტს გეტყვით ახლა ენათმეცნიერების ინსტიტუტში უფრო მთავარი მეცნიერ მუშაკის ხელფასი ესე მთავარი მეცნიერ მუშაკი სულ რამდენიმეა და ეს უნდა იყოს აუცილებლად დოქტორი რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი რამდენიმე ათეული ასპირანტის გამზრდელი და ასე შემდეგ 170 ლარს ეხლა ეს რომ აქვს ხელფასად ეხლა მე რომ 100 შვილი მე რომ ახალგაზრდა ვარ და ამ დონეს მე მივახსოვ ერთი 20-30 წლის შემდეგ. ანუ 20-30 წლის შემდეგ მივიღებ მე ხელფას 170 ლარს. დღეს რას მივიღებ? ამიტომ მე აი აღარ წავა. ამაზე არ ფიქრობ. და ეს არის ის უბედურება, რომელიც მეცნიერებას მოკლავს. აი, საკონსულტაციო სასამართლოზე როცა გამოვედი